სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მეთიუ ბრაიზი ამბობს, რომ საქართველო ევროპის გეოპოლიტიკური თამაშიდან სრულად გათიშულია და ქართულ ოცნებას მოსკოვის მარიონეტს უწოდებს. მეთიუ ბრაიზამ საქართველოს შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობის განხილვისას ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ის ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებ საინტერესოა. ინტერვიუში ბრაიზამ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაც არ გამორიცხა. თქვა, რომ ევროკავშირის საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას მეგობრად არ მიიჩნევს. ის ევროკავშირთან ასოცირების გზაზე არ დგას, ის აღარ განიხილება ტრანსატლანტიკური ოჯახის ნომინალურ წევრად, ან თუნდაც ევროპული ოჯახის წევრად. მისმა მთავრობამ განაცხადა, რომ შეაჩერებს ამ ასოცირების ძალისხმევას. ევროკავშირმა სანქციები დააწესა და ნათლად განაცხადა, რომ ისინი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას მეგობრულად არ მიიჩნევენ. ფიქრობს, საქართველოს მთავრობაც იგივეს ფიქრობს. ასევე დიდი შანსია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება დაკარგონ. ამგვარად საქართველო ევროპული გეოპოლიტიკური თამაშიდან სრულიად არის გათიშული და რუსეთის ორბიტაზეა გადართული. ამგვარად საქართველომ საკუთარი თავი სრულად გამოთიშა ევროპული გეოპოლიტიკური თამაშიდან და მთლიანად რუსეთის ორბიტაში მოექცა. როდესაც საქართველოს ლიდერების სასაცილო რაღაცეებს ამბობენ, როგორიცაა ამერიკელები და ევროპელები ცდილობენ ახალი ფრონტის გახსნას და საქართველოს ომში ჩართვას, ეს იმდენად აშკარად ყვილია და ანტიდასავლური პროპაგანდის ელემენტია, რომ აჩვენებს, რომ მთავრობა მოსკოვის მარიონეტია.